თქვენ თავის დროზე გაგასამართლეს მათ შორის ერთი იყო ყველაზე ხმაურიანი სპეცრაზმელების წამება. სპეცრაზმელები გიჩიოდნენ რომ თქვენ ისინი აიძულეთ ერბინა ტალახში თუ არ მეშლება. გათავისუფლების შემდეგ შეხვდით ამ ადამიანებს, ვინმე რამე შემოგითვალათ? იქნებ ვიღაცამ გითხრათ რომ რა ვქნა ძმაო, აიძულებდნენ, მაწვებოდნენ, მაშანტაჟებდნენ. იყო ასეთ საუბარი. თითქმის ყველამ, აბსოლუტურად თითქმის ყველამ და აბსოლუტურად დიდი ნაწილი მე რაც ვიცი და ეჭვით სამეპარება რომ ესე იზამენ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ყველა აპირებს ყველაფრის დასახელებას. ვინ როგორ რა სახით, რომელ კაბინეტში აიძულებდნენ და რამ ხელაზე წოლები გაიარეს. პიროვნულად მე მათთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, ყველამ სათქმელი შემოთვალა. მე ერთადერთი მომავალში ის დამჭირდება და მინდა რომ ესე მოხდეს, რომ იმ 10 წლისთვის რომელიც ჩეხეთში ვიჯექი, იმას ხო ვერაფერი ვერ დააკომპენსირებს, მაგრამ მე მჭირდება, ჩემი შვილებისთვის მჭირდება, სად იყო იქ ფალსიფიცირება, ვინ რა მოიტყუა და რატომ მოიტყუეს. ეს ბუნებრივია მოხდება. მაგაში ხმადო დარწმუნება. პრაქტიკულად ამას გამოვრიცხავ. ამას უყურებ როგორც პროცესს, ივანიშვილის დამთავრებით მე მგონია, მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ დამთავრდება ჩვენი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის აი დიდი ეპოქა. აი არ გამოვსულვართ ჩვენ ჯერ ამ უბედურები და რაც რუსებმა დაგმართეს მთელი ამ წლების განმავლობაში, დამთავრდება ივანიშვილი და მთავრდება ეს. ძნელა წარმომიდგენია, რომ დღეს საქართველოში ვინმე ცხოვრობდეს, დაიარებოდეს ადამიანი, რომელმაც გაბედოს ძალაუფლების უზურპაცია და ძნელა წარმომიდგენია, რომ ვინმეს ამის შანსი 10 წლის შემდეგ მიეცეს. დამთავრდება ივანიშვილი და დამთავრდება ეს უბედურებაც. შემდეგ ის სასამართლო შეიძლება არ იყოს ისეთი იდეალური, როგორიც დანიაშია ან ნორვეგიაშია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტის სასამართლოსაც მივიღებთ და ყველა ინსტიტუციას ძალიან ჩქარა. ამას წყალი არ დაუვა.